დღევანდელი ომის სამსახური ყველაზე უფრო მძიმე კადრები. ხმებთან ერთად ისროდნენ ტყუიასაც, ათობით დაშავებული ადამიანი დალეწილი მანქანები მათ. შეიძლება, ბატონო პრეზიდენტო. შემოდი, ნიკო. მოდი. როგორ გძანდებით, როგორ ხართ? ისმენ, ნიკო. თუ რეალურ რეფორმებს ჩვენ დავიწყებთ, ის კლოუნი აღმადარჩება. თუ არა და ხელისუფლებაში მოვა. ყველაფერზეა წამსვლელი. კარგად ვიცნობ. მაშინაც ასე მითხარი შენ. კარგად ვიცნობ. და მე შენგენდე. ნჭერ ახალგაზრდად ვიცნობთ. მართლაც ასეა. მაგრამ ახლა უკეთ გავიცანი. ომარ დაგაგვიანდა ცოტა. მან თავის კამპანია უკვე დაიწყო ბოლნიში ქვევის სროლით. ეს უყვართ ჩვენთან იცი შენ ჩემზე კარგად. ამაშვეში ქარიზმატულ ლიდერს უძახიან სამწუხაროდ. მაგრამ დამიჯერეთ ბატონო პრეზიდენტო, თუ რეალურ რეფორმებს ჩვენ დავიწყებთ, ის ჩვეულებრივ ჯამბაზად დარჩება. საიდან დავიწყოთ რეალური რეფორმები, ნიკო? შინაგან საქმეთა მინისტრიდან თუ უშიშროებით? თუნდაც ორივე უწყება კორუფციის სათავე და წყაროა. ნიკო, ჩვენს ქვეყანას ორივე ფეხი ჭაობში უდგას. ერთი არასწორი მოძრაობა და უკან დაუბრუნდებით სამოქალაქო ომში. ვიფიქრე ამაზე. პალასის დასაცავად სათვარ თანამდებობიდან გადავდგე. ამითი პალასს მოგაშორებთ. მაგრამ მათმაც უნდა დატოვონ თანამდებობები. მე ოპოზიციაში წავალ. დაგაგვიანდა უკვე. დაგაგვიანდა. შეხედე. ხედავ რა შვება. ვიცი, ახლა მაღალი რეიტინგი არ მაქვს. მაგრამ ოპოზიციაში ჩემი გადასვლით იქნებ მოვთოკო როგორმე. ჩაიბსეს რომელი პოლიციის გამგებლები გაგდებოდნენ ყავდარი ახალაძეებს დაიბათ. და აბა ჩვენ იქ ჩასვლა იყო ნამდვილი ბომბი. აბა ფეთების მარკაც გავიდოდი. აბა ეს მხოლოდ დასაწყისია. აბა როგორ სახიფათო დასაწყისი. არა ხა ვაუჩა როგორ პოლიციის კორდონები დამახვედრეს სინა. ყველა გზა გადამიკეტეს ნაბიჭურებმა. მაგრამ ეგენი ვერ მაჭობებენ. იცოდე ეს. აშო. ნაბიჭურები ესენი. ეშვების გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. ლიბერალობენ აქ. ეხლა ეს სუფთა ხულიგნები არიან. ბიზნესმენთა ერთი ჯგუფი მათზე აკეთებს სტავკას. ვიცი ვინც არიან. ხელი არ ახლოთ.
როგორც თქვენ ამბობთ ამ დამშეულ ქვეყანაში ერთ ორ ადგილას ამოდის კვამლი ქარხნებიდან. ვერ აუქნათ ახლა. ისიც გავაჩეროთ? აბა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? აი ეს ლიბერალიზმი ბოლნის სურათ. ომის ვეტერანთა ერთი ჯგუფი მიემხრეს. შეიარაღებაც აქვთ. ყველაფერზე წავიდა. რომ არა, თქვენი პატივისცემა, ბატონო პრეზიდენტო. უგაცრავად. ამერიკული ხორბალი შემოვიდა პორტში. არა, ბატონო პრეზიდენტო. ვერ არ შემოსულა. გარკვეთ დაგვიანების მიზეზი და შემატყობინეთ. კარგი, ბატონო პრეზიდენტო. ჩემი პატივისცემა რაშვაშია. რა ვიცით? თქვენი მოყვანილი ბიჭები იყვნენ და ბიჭები არა, ახალგაზრდები. ძალაუფლება უნდათ. ტელევიზია აქვთ. ეს დიდი ძალა დამშეულ ქვეყანაში. ორი გზა გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო. ან პინოჩეტი, ან ალიენდე. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო. უგაცრავად. გალოდინეთ. რას ბრძანებთ ბატონო პრეზიდენტო? პირიქით უკაცრავად გვიანი შეწუხებისთვის. რასამ? საქმე საქმეა. გათხოვილი ხომ ხარ? დიახ. ოჩახ. აბა, გთხოვთ. ჯერ თქვენ ბატონო პრეზიდენტო. კარგით. დავიწყოთ? რაც არდა ყოველთვის აქედან. საღამო მშვიდობის ხალბატონო. საღამო მშვიდობისა ბიჭო. საღამო მშვიდობის ხალბატონო. რა ხდება ქუჩაში? საბურავებს წავენ. ბევრი ხალხია გარეთ. არა, ალაგ-ალაგ. ვის მოიაზრებთ ქვეყნის მომავალ მმართველად? ასე გეჩქარება ჩემი წასვლა? არა, რას ბრძანებთ ბატონო პრეზიდენტო? ვიცი. ეს მიფიქრია ამაზე. და სხვათა შორის 1-2 სერიოზული კანდიდატურაც ყავს. მაგრამ როგორც ჩვენში იტყვიან, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ახლა ყველამ უნდა ვიფიქროთ ქვეყანას რა უფრო სჭირდება. არ მეთანხმები? დიახ, რა თქმა უნდა. და მაინც
ადრია ჯერ. ადრე. კარგი ბატონო პრეზიდენტო. დიდი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის. ღამე მშვიდობის. მადლობა თქვენ. ისე მაინც და მაინც ნუიჩქარებთ. მარადიული ამ ქვეყნად არაფერი. არც მე გამოვეგიდებით ცას. კარებამდე მიგაცილებთ. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. გასწავლდეთ. კარგად გზამდებოდეთ ხალბატონო. ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო. ნახვამდის. მადლობთ. მადლობა. წარმატებები. შენმა ახალგაზრდებმა მომართვეს. ეჩვენება თუ დამწვარის საბურავის სუნიუდის. რა მითხარი? არაფერია. ჩაის დამალევინე. რა თქმა უნდა. მადლობთ. მოგესალმებით. დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში უამრავი ადამიანია თავმოყრილი. კადრში კარგად შესაძლებელი ინტერესი მთავარი პროცესის მიმართ. მოქალაქეების ნაწილი ხოსისტემური დანაშაულის ცხოვრებას. Large number of people here who have gathered today in order to protest their obsession at the arrival of მოგესალმებით. ძვირფასო ტელემაყურებლებო. როგორც უკვე მობრძანდით. უკაცრავად ბატონო ვახტანგ. ბატონი ალექსანდრე მოვიდა. გმადლობ. გამარჯობა ბატონო ვახტანგ. მობრძანდებით? კარგად. ცოტა ადრე მომივიდა მოსვლა ბოდიშს გიხდით. დაბრძანდი. ვერა და ვერ მეგუები ბატონობით მომართვას. მოგიწევთ შეგუება. ნუ რასაკვირველია მომიწევს, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა რომ ცოტა მეხამუშენ. გაივლის დამიჯერეთ. რასაკვირველია გაივლის. ისე მაგარაბო იმაში გიმოხდი რა. თქვენ, ქალბატონი თამარი, ბატონი ელიზბარი. სხვადასხვაის რა.
როდესაც თბილისში ვსწავლობდი, ქალბატონი თამარი გახდათ ჩემი ლექტორი. მართლა? დიახ. ძალიან ახალგაზრდა იყო და ძალიან ლამაზი. ახლაც ლამაზია. დარწმუნებული ვარ. და მე ძალიან ცუდმა ადამიანმა, რაც ჩამოვედი, ვერ ვნახე. წუთი-წუთზე გამოჩნდება არჩევებია დაგვიანება. სად დაამთავრეთ? იელში. ოჯახ. ძალიან ბევრი ვიშრომე და მიზანსაც მივაღწია. ხო ელიზბარ. კარგი არა უშავს. არა პროცესის გახსნაა მხოლოდ. გამოჯამრთელებას გისურვებ. დღეს სასამართლოში უპრეცედენტო საქმის განხილვა იწყება, რასაც თამამად შეიძლება უწოდოთ საუკუნის პროცესი. დღეს განსაზღვრდა სკამბიანი ქვეყნის ექს-პრეზიდენტი, მთავრობის ყოფილი წევრები, მათ ბრალად უმძიმესი დანაშაულების შადენა ედებათ. გახსოვს, რა ზარზეიმით მოვიდნენ ხელისუფლებაში. 16 წლის ვიყავი მაშინ. მეც გულ შემატკივრობდი. ესაც დათესავ იმას მოიმკი. დაადგენს, თუ რამდენად დასაბუთებულია პროკურორის მიერ წარმოდგენილი ბრალდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი. ალო? ყოფილი წევრების მიერ განხორციელებული დიახ. სისტემური დანაშაულის შედეგად. კი ბატონო, აქ არის. პროცესებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სოფლიოს მასშტაბით. На скамье подсудимых практически все бывшие Georgian people had had a chance. And besides Georgian ასევე დილიდან შეკრებილია ხალხი სასამართლოსთან. მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. But as you can see, თქვენი აზრი მაინტერესებს ჩვენს სასამართლო სისტემაზე. სახელმწიფო და სამართალი განუყოფელი ცნებებია. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ისიც მშვენივრად იცით, რომ ჩვენ სფეროში ბევრი რამ შესაძლებელია. როგორც მახსოვს, თქვენ მიამბოხე მოსამართლედ მოგნათლეს. შემდეგ ხმაურითაც წამოხვედით სისტემიდან. არა, მე უხმაუროდ წამოვედი. ხმაური იმათად ეხეს. შემოთავაზებულ მაღალ პენსიაზე უარის თქმა ხმაურის ატეხვაა ბატონო ვახტანგ. ეს პოზიცია ერთი პიროვნების პოზიცია. ჩვენ აქ მოსამართლეზე ვსაუბრობთ. თუ სიმართლე გინდათ. გარკვეულ მიზეზთა გამო მაშინ მოსამართლეთა კორპუსმა ვერ შეძლო ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ მოდით შევეშვათ ახლა ამ თემას. რაც იყო ყველაფერი წარსულში დარჩა. 3 judges who are expected. In fact, I think here are the judges right here. სასამართლო გამოძიება დაადგეს. თუ რამდენად დასაბუთებულია პროკურორის მიერ წამოყენებული ბრალდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მთავრობის ყოფილი. Can we get anything from this? Can we get a conversation? Can we get a quote? Can we get anything from you? თავისუფალი. ზანდით. დღევანდელი პროცესის პროცესი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ არის უზარმაზარი დადგმული სპექტაკლი, რასაც ნათელს მოხდეს თქვენი მონამოწმე. ყველაფერი უკაცრავად თავი შეიკავეთ კომენტარებისგან. ეს არის სასამართლო და არა ქუჩა. ქუჩაში მიბრძანდით და ქუჩაში როგორც გენებოთ და როგორც გნებავთ ქუჩაში მიბრძანდით, იქ ისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სრულიად უდანაშაულო ხალხია. ისინი ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და ასრულებდნენ ისე, როგორც ქვეყანას ჭირდება.
ძალზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესის გავლა მოგვიწევს. თუ კი ადრე ცალკეულ მაღალ ჩინოსანთა ბრალეულობა იკვეთებოდა, ახლა სისტემური დანაშაულის ნიშნები იჩენს თავს. გაიცანით ხო მასალას? რა თქმა უნდა. რა აზრის ხართ? ბევრი რამ საკამათოს ჩვენს. ძალიან კარგი. ჩვენი სასამართლო სისტემაც ხომ მხარეთა კამათის პრინციპზეა აგებული. ისეთ პირადად ჩემთვის ეს პროცესი ერთგვარი გამოცდაა. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გზამკვლევი არსებული კანონმდებლობაა, რომელიც როგორც თავად ბრძანეთ, დახვეწას მოითხოვს. რიგ შემთხვევაში ითხოვს. მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ამას ბუნებრივია ხალხში დაგროვილი ემოციური მუხტის ერთიორად ზრდა მოჰყვა. შედეგს თავადაც ხედავთ. ხალხი ქუჩაში. ვართ თუ არა ჩვენ მოსამართლეები მზად ისე გამსაჯოთ წარსული, რომ მომავალი უკეთესი იყოს. ფიქრობ, აი ეს უნდა იყოს უმთავრესი კითხვა. დაბრძანეთ. ახლა მატყობინებენ, რომ განსასჯელთა ბადრაგირება დაიწყო. სულ მალე ჩვენ ისტორიული მოვლენის მომსწრება გავხდით. I'm prepared to take someone up the steps of this court and into the courtroom. შენ კიდე გაიზარდე ბიჭო? როგორ ძამდებით? უსინდისო ხარ. აქამდე არ მოგინახე. კარგად, დიდი მადლობა. დაბრძანეთ. მადლობა. აქამდე არ უნდა გენახე უსინდისო? ხო ვამბობთ. საერთაშორის ჩემი საუკეთესო სტუდენტი იყო. ვიცი, მითხრა. ძალიან დაგვერდი. როგორ გეკადრებათ პირიქით? პირიქით გავახალგაზრდავდი? გავხატრო თავად, აი დამობნია მის მოსილამაზე, რა ვქნა, ხელები ამიწევია. აი ყოველთვის ესე მაბრუებ და ქათინაურები საერთაშორის. კარგი დავწყნარდეთ. დავლაგდეთ და გავიაზროთ რა ხდება. ისე მართლა რა ხდება. აქამდე ძლივს მოვახცე, სრული საგიჟეთ რა, სრული. რა გიგულს თამარ? ჩვენი მასშტაბები თუ განვსჯით, საუკუნის პროცესი იწყება. ხო. ასე. უკაცრავად ბატონო ვახტანგ. პატიმრები მოიყვანეს. ხო.
მადლობა. დარბაზში შეიყვანო. აშისტები მოვიდნენ, აშისტები. კოლეგებო, დროა მანტიები მოვისხათ. პროცესი იწყება. სასამართლო მობრძანდება. გთხოვთ აბრძანდეთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. სასამართლოს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულების საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის, სასჯელ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, კონსტიტუციური უსაფრთხოების უფროსის, სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულების დირექტორის, სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულების თანამშრომლების მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში 115 მუხლით თვითმკვლელობამდე მიყვანა 117 მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 137 მუხლით გაუპატიურება ბატონო კოტე? კოტე.
კარგად გქონდა. შენ როგორ ხარ? მადლობ, კარგად. კი. და შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე, კაბინეტში ვარ. კარგი, ცოტა ხანში საჩქაროა? კარგი. 1 საათი. კი. 10 წუთში შემიძლია. კი ბატონო. ელზა გავდივარ. კარგი ბატონო ვახტანგ. თუ ვინმე მეკითხოს უთხარი 1 საათში დაბრუნდება თქო. კი ბატონო. კარგი. გამარჯობა. გამარჯობათ. თავისუფალია ჩემი ადგილი. როგორ გწანდებით? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მადლობ, კარგად. რა სინებებთ? მწვანე ჩაი, ლიმონით. კი ბატონო. გამარჯობა ვახო. კოდეს გავუმარჯოს, როგორ ხარ? გამარჯობა განაცო. რას დალევ, მოდი ჯერ შეკვეთა მე. რა ვიცი. ჩაი, ლიმონით. ლიმონით. ოღონდ 3 კოვზი შაქარი. კი ბატონო. ამას ბიჭობიდან უყვარდა შაქარი. გახსოვს 5 კოვს ვიყრიდი ხოლმე. ო, მაგრამ მაშინ არ ურევდი. სოუშვილი როგორ ხავს, კოდე? რა ვიცი, არა გვიშავს. თქვენ როგორ ახართ ოჯახში? მეუღლე, ბავშვები, ყველა კარგად? ყველანი კარგად არიან, ეწევი? ძალიან კარგი. აი და მოვწევ ერთს. ისმენ კოდე. მოკლედ ჩემო ვახო. რაც სასამართლოდან წამოვედი. კერძო საადვოკატო კომპანია გავხსენე. ეგ ვიცი, მერე? იცი ხო? კი. ხო და გუშინ ერთი კლიენტი მესტუმრა რა ჩემთან ოფისში. ეხლა არ მინდა რა დავასახელო იმის ვინაობა. დამშვიდი კარგი, არ შეგეკითხები მის ვინაობას. აი გოგო ხარ. ვახო, მე და შენ. ბიჭობის მეგობრობა ხო გვაკავშირებს. ხო და ადამიანს ბიჭო ცხოვრების ბოლომდე მიყვება ხოლმე ის მოგონებები. ეგრე არ არის? კოდე გადაჭრით მითხარი რა გინდა? მე ნატოს დაბადება მახსოვს ბიჭო. ნატოს ოჯახი ყავს. 2 შვილი. რა ნატო? მეუღლე. და რა მეთქი ნატო? რა ვიცი როგორ გითხრათ მამორა. არ ვიცი რა. რა და როგორც მითხრეს კომპრომატი არსებობს ნატოს. რა ხასიათის? რა და ცოლქრული ღალატის. ჩემთან რატო გამოგზავნეს? ვერ ხვდები რა უნდა. გამამართლებელი განაჩენი უნდა ვახო. ამათი მორევა ბიჭო არც ისე იოლია როგორც შორიდან ჩანს. ძალიან ღრმად გაუშვეს საცეცები გესმის. ხო და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კომპრომატების შეგროვება დაიწყეს მათთვის არასანდო პირებსა და ოჯახის წევრებზე. და შენც მათ შორის მოხვდი ძმაო. რადგან უარი განაცხადე თანამშრომლობას. აი ასეთი სისტემა შექმნეს ვახო. ბინძური, სასტიკი და დაუნდობელი. სადაც შენც იპოვე ადგილი.
კარგი რა თუს მოხდა. ცერარი ყოველ დღე მოდიოდა მითითება პროკურატურიდან. ყოველ დღე. ხოდა? კარგი ბიჭი იყავი და არ შეგესრულებინა. ასე მართავდნენ ქვეყანას მომ. იცი შენ ეს კარგად. მე არ ვიცი. ეგ შენ უფრო უნდა გკითხოს კაცმა. მე მათთან არასოდეს მითანამშრომლია. ხოდა მე რო ვიცი, ამიტომ გეუნებიც მომ. ამათი მორევა ძალიან ძნელია, გესმის? ეს რეჟიმი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის, გესმის ვახო? მიღებული და მიუღებელი ხერხიც მომ. ეგრეა ზმო. მაგარი ტრაკი ხარ კოტე. მე რა შუაში ვარ, კაცო? მე რა შუაში ვარ, ზმო? რატომ არ ლეწეიმ შენს კლიენტს? ვის კონფიდენციალურობასაც ბავშვობის მეგობართან არ არის. კარგი რა, თუც მახარა. მომისმენე ახლა შენ მე მომისმენე. მე მომეჩე ზმო, ნატოზე ფიქრობდი და მის ოჯახზე ფიქრობდი. მე ნატოს დაბადება მახსოვს, მო. როგორ იზრდებოდა, მისი ქორწილი მახსოვს, ბიჭო, რა ბედნიერი იყო. მე ხო ეს ყველაფერი მახსოვს, ვახო. არ მინდა რა ზმო, ოჯახი დაენგრეს რა, არ მინდა. თუ დასანგრევია ნატოს ოჯახი. დაინგრეს. ტყუილში ცხოვრებაზე უარესი არაფერია. ჩვენ ხო ადამიანები ვართ. შენ ამბობ ამას. შენ იმ სისტემის კაცი, სადაც 100%-დან მხოლოდ 9%-ია გამამართლებელი განაჩენი. არა გაქვს ამის უფლება. იცი რა? ტყუი. სრულ ახო. კლიენტი კი არ მოგიგზავნეს. სისტემამ დაგავალა ასე მოქცეულიყო. შენს როგორც იმათმა მორჩილმა უარი ვეღარ უთხარი. რაც ზემოთ გითხარი ზუსტად ის ხარ. ტრაკი. ახო მომისმენე, ახო. ახო კი არა ის ფირი მომეც რითაც ჩემთან მოგზავნეს და ჩემი სახელი ხსენება აღარ გაბედო. ახო მომისმენე. ერთხელ უკვე აგეკრძალე ჩემი სახელის ხსენება აღარ გაბედო მეთქი. მე მგონი მიცნო.